ალბათ ოდესმე გდომებიათ საკუთარი ვებსაიტის შექმნა, მაგრამ ბიუჯეტმა ან ტექნიკურმა სირთულეებმა შეგაშინათ. მსგავსი პროფესიონალური, დახვეწილი და ფუნქციონალური საიტის შექმნა სულ ცოტა ხნის წინ ასობით და ათასობით ლარი ჯდებოდა. გჭირდებოდათ დეველოპერის დაქირავება და შემდეგ დიდი ხანი ლოდინი. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ზუსტად ასეთ ვებსაიტს ჩვენ ერთად ავაწყობთ სულ რამდენიმე წუთში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. და რაც ყველაზე მთავარია, ამისთვის პროგრამირება ან კოდის ერთი ხაზის დაწერაც კი არ დაგჭირდება. ასე რომ დავიწყოთ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, დაგიბრუნდით GeoAI-ის YouTube არხზე. ამ ვიდეოში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა ავაწყოთ ვებსაიტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სრულიად უფასოდ რამდენიმე წუთში. ჩვენ შევქმნით ინფორმაციული ხასიათის ვებსაიტს, მაგალითად პერსონალურ პორტფოლიოს, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაჭირდეს. საიტი იქნება ინფორმაციული, ანუ გულისხმობ იმას, რომ ამ საიტზე ჩვენ შეგვიძლია განავთავსოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ჩვენი ბიოგრაფია, ჩვენი შესრულებული პროექტები, სამუშაოები, ასევე ჩვენი სერვისები, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს, ჩვენი კონტაქტი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველას შეიძლება დაჭირდეს მსგავსი ტიპის ვებსაიტი. ვიდეოს განმავლობაში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა შევქმნათ ვებსაიტი, როგორ უნდა დავაედიტოთ ის, ანუ შევცვალოთ, გავალამაზოთ, გავხადოთ უფრო ეფექტური და თანამედროვე და ასევე ბოლოს გაჩვენებთ, როგორ უნდა გავალაივოთ ის, ანუ გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის. სანამ დავიწყებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი, ასევე გავწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. თუ ეს ვიდეო ავა 500 ლაიქზე, მაშინვე ჩავწერ მეორე ვიდეოს, სადაც ავაწყობთ უფრო მეტად კომპლექსურ ვებსაიტს, უფრო განვავრცობთ ამ თემას და გამოვიყენებთ ასევე სხვადასხვა მეთოდებს. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება ავიყვანოთ ეს ვიდეო 500 ლაიქზე. ამ ვიდეოში ვებსაიტის ასაწყობად გამოვიყენეთ პლატფორმას, რომელსაც ეწოდება Replit. Replit-ის გარდა სხვა ბევრი პოპულარული და ცნობილი პლატფორმა არსებობს, რომელიც ზუსტად იგივე საქმეს აკეთებს, შეგვიძლია ავაწყოთ ვებსაიტები. ასეთებია მაგალითად Lovable, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო პოპულარულია, შემდეგ გვაქვს Bolt-ი, ასევე გვაქვს Base44 და კიდევ ბევრი სხვა მრავალი, თუმცა ეს 4 მაინც შედარებით ყველაზე უფრო მეტად ცნობილი და პოპულარულია. მე პირადად სიმართლე რო გითხრათ, ამ პლატფორმებს დიდად არ ვიყენებ, იმიტომ რომ მაქვს გარკვეული გამოცდილება დეველოპმენტში და პროგრამირებაში და შესაბამისად შემიძლია სხვა მეთოდებით ავაწყო საიტი თუ მჭირდება. პირდაპირ ედიტორში არის AI აგენტი ჩაშენებული და იქ შემიძლია კოდი დავაწერინო. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ შეხება პროგრამირებასთან და საერთოდ ცხოვრებაში კოდი არ დაუწერია, იმათთვის ეს პლატფორმები ძალიან კარგია. სანამ ვიდეოს ჩავწერდი, 4 პლატფორმა ასე თუ ისე გავტესტე და ყველაზე მეტად მაინც Replit-ის შედეგები მომეწონა. შესაბამისად გავუწევდე, რომ Replit-ით ამეწყო ამ ვიდეოში საიტი. თუმცა რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს პლატფორმებიც გატესტოთ და რომელიც უფრო კარგ შედეგებს მოგცემთ, ის პლატფორმა გამოიყენოთ. კიდევ ვიმეორებ, 4-ვე ერთი პრინციპით მუშაობს. პირველი რაც გვჭირდება არის სტანდარტულად რეგისტრაცია, ამისთვის ჩვენ უნდა დავაჭიროთ Sign Up Relax და შემდეგ მოცემული მეთოდებიდან ნავარჩიოთ ერთ-ერთი, ანუ შეგვიძლია Google-ის აკაუნტით რეგისტრაცია, ასევე GitHub-ის აკაუნტით, X-ის აკაუნტით და შეგვიძლია უბრალოდ მარტივად იმეილი და პასვორდი შევიყვანოთ. აქედან ყველაზე მარტივი ალბათ არის ისევ Google-ის აკაუნტით რეგისტრაცია, ასე რომ შეგვიძლია გავიაროთ ავტორიზაცია და შემდეგ გავაგრძელოთ. ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღმოჩნდებით აი ამ დეშბორდზე, სადაც პირდაპირ ხედავთ, ესე იგი prompt-ის ველს, სადაც შეგვიძლია შევიყვანოთ prompt-ი და AI დაიწყებს უკვე ვებსაიტის აწყობას. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ვებსაიტი უფასოდ, ასევე გავაკეთოთ რამდენიმე ედიტი, თუმცა უსასრულოდ ვერ დავაედიტებთ უფასოდ, მოგვიწევს შემდგომში უკვე პაკეტის შეძენა. თუ სატესტოდ ან მაგალითად გასართობად გვინდა საიტი, ამ შემთხვევაში უფასო ვერსიაც სავსებით საკმარისია, რაღაც დონეზე ავაწყობთ კარგ დალამას საიტს. თუმცა თუ უფრო პროფესიონალურად გვინდა, ანუ საქმეში მართლა გვჭირდება, მართლა გვინდა მაგალითად რაიმე პორტფოლიო შექმნა, ამ შემთხვევაში ალბათ უკვე დაგჭირდება პრემიუმ პაკეტის შეძენა, რომელიც ღირს $25. თუ გავითვალისწინებთ ძველ ფასებს, რომელიც საიტის ასაწყობად იყო საჭირო, იმასთან შედარებით $25 არაფერია დამერწმუნებით, ასე რომ რო ვთქვათ, რომ ძალიან ძვირია, არ არის ძალიან ძვირი, თუ მართლა გვჭირდება პროფესიონალური საიტის აწყობა. აი, მოკლედ შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე და დავიწყოთ ვებსაიტის აწყობა. ამ ვიდეოში ჩვენ ავაწყობთ პერსონალური მარკეტინგის პორტფოლიოს ვებსაიტს. აქ უნდა შევიყვანოთ შესაბამისი პრომპტი, სადაც ესე იგი აღწერთ თუ რა ტიპის ვებსაიტი გვინდა, რა სექციები გვინდა, როგორი დიზაინი გვინდა და ასე შემდეგ. შეგვიძლია ძალიან მარტივი, მაგალითად ერთწლიანადებიანი პრომპტი შევიყვანოთ და ის მაინც დაიწყებს ვებსაიტის აწყობას, თუმცა ჩემი აზრით ჯობია რომ რაღაცნაირად უფრო ჩამოყალიბებულად და დეტალურად აღწეროთ რა ტიპის საიტი გვინდა. ამისთვის მე გამოვიყენებ ChatGPT-ს და სპეციალურად ამ ვიდეოსთვის მე შევქმნი Custom GPT, რომელიც აგენერირებს პრომპტებს სპეციალურად მსგავსი პლატფორმებისთვის. GPT-ს ქვია Prompt Architect Website Builder-ი
ესე იგი ამ GPT-ს ლინკს ჩავაგდებ აღწერაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ და თქვენით დააგენერებინოთ ChatGPT-ის პრომპტი, ან უბრალოდ თქვენით გაუწეროთ პირდაპირ რეპლიც პრომპტი. არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, თქვენზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს პრომპტების გენერატორი გვაძლევს უფრო დეტალურ, ჩამოყალიბებულ პრომპტს, რომელსაც დიდი ალბათობით რეპლიტი უკეთესად გაიგებს და უკეთეს შედეგს მოგცემს. მოკლედ, ამ შემთხვევაში მოდი გავუწეროთ, მარტივ დავუხსნი რა ტიპის საიტი მინდა. ესე იგი, სუპერ თანამედროვე, ეფექტური და თვალის მომჭრელი ვებსაიტი პერსონალური მარკეტინგის პორტფოლიოს შესახებ. აი ესეთი მარტივი პრომპტი შეგვიძლია გავუწეროთ და ის დაიწყებს დააგენერირებს შესაბამის პრომპტს უკვე რეპლიტის პლატფორმისთვის, რომელიც მარტივად შეგვიძლია დავაკოპიროთ და პირდაპირ გავუშვათ რეპლიტის პრომპტის ველში. პრომპტი დაგენერირდა, შეგვიძლია დავაკოპიროთ მარტივად და გავუშვათ პრომპტის ველში, უკვე რეპლიტის საიტზე, მივცეთ start building და ნახოთ ერთად რა მოხდება. როგორც ხედავთ, დაიწყო რეპლიტმა მუშაობა საიტზე. ამ შემთხვევაში ადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა ააწყოს საიტი და პირველი რაც სჭირდება არის თანხმობის მიცემა, ანუ ეს გეგმა უნდა, ესე იგი, ამ გეგმას უნდა დავთანხმდეთ, ამის უნდა დავაჭერთ approve plan და უკვე გამოგვიჩნდება მარჯვენა მხარეს preview, ანუ სადაც შეგვიძლია უშუალოდ ვადევნოთ თვალი საიტის აწყობას, მარცხენა მხარეს გვაქვს ჩატი. როგორც ხედავთ, დაიწყო ვებსაიტის აწყობა და პირდაპირ live რეჟიმში შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, თუ როგორი სექციები იქნება, რა ელემენტები იქნება, როგორ ხდება ელემენტების განლაგება, კონტენტის შექმნა და ასე შემდეგ. პირდაპირ live-ში უყურებთ, ესე იგი, ჩვენი ვებსაიტის აწყობას. როგორც ხედავთ, აი სურათი დააგენერირა, ესე იგი, მთავარ სექციაში. ესე იგი, გზადაგზა ქმნის სხვადასხვა სექციებს, სადაც ჯერჯერობით კონტენტი არ გვაქვს, თუმცა ნელ-ნელა დაამატებს ელემენტებს და კონტენტს. მოკლედ, დაველოდოთ ვებსაიტის შექმნას, ავაჩქარებ ხა პროცესს და შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ვებსაიტის ედიტზე. მოკლედ, მეგობრებო, შეიქმნა ჩვენი ვებსაიტი, რეპლიტმა დაასრულა მუშაობა და ამისთვის დაჭირდა დაახლოებით 5-6 წუთი, რაც დამოწმებით ბევრი ნამდვილად არ არის. სანამ დეტალურად გავივლით, ესე იგი, ჩვენს ვებსაიტს და ვნახავთ თუ რა გვაქვს, მანამდე მინდა ვიდეო გადმოვიტანო მარცხენა მხარეს, რო არ დავფარო საიტის კონტენტი და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავიაროთ და ვნახოთ თუ რა გვაქვს. ესე იგი, გვაქვს მთავარი სექცია და აქვე ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ დიზაინში გარკვეული შეუსაბამობები გვაქვს, თუმცა ამას ყველაფერს გამოვასწორებთ, არ არის პრობლემა. გულისხმობ აი მაგალითად ამ ტექსტებს, რომელიც კარგად არ ჩანს ამ ბექგრაუნდზე. ესე იგი, გვაქვს რამდენიმე სექცია, მეორე არის ჩემს შესახებ. შემდეგ გვაქვს სერვისები, ესეთი hover ეფექტებით. hover ეფექტი არის, როდესაც კურსორი მიგვაქვს ელემენტთან და როგორც კი კურსორს მივიტანთ ელემენტთან, ეს ელემენტი გარკვეულ მოძრაობას რომ აკეთებს ან დიზაინს იცვლის მაგალითად, ამას ეწოდება hover ეფექტი. შემდეგ გვაქვს პროექტები. ახაც გვაქვს hover ეფექტი. ამის შემდეგ გვაქვს მიმოხილვები, ანუ მომხმარებლების, ესე იგი, შეფასებები და ბოლოს გვაქვს კონტაქტი. ხო, ну, ერთი შეხედვით, ცუდი ნამდვილად არ არის, ვერ ვიტყვით რომ ხა რაღაც საოცრება შექმნა, მაგრამ შეგვიძლია დავაედიტოთ და უფრო გავალამაზოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ. კარგი, ესე იგი, მოდი გავიაროთ ნავიგაცია. პირველი გვაქვს ლოგო, რომელიც დამერწმუნებით რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ძალიან არაპროფესიონალურად ჩანს, გიორგი მარკეტინგი, მსგავსი ლოგო ნამდვილად არ იმუშავებს, ამას შეცვლით, არა პრობლემა. ესე იგი, გვაქვს აქ ნავიგაციის ლინკები და მოდი ვნახოთ თუ მუშაობს ეს ნავიგაციის ლინკები, ანუ როდესაც დავაჭერთ ნავიგაციის ლინკს, უნდა გადავიდეთ შესაბამის სექციაზე. როგორც ხედავთ, ლინკები მუშაობს, გადავდივართ შესაბამის სექციებს. შემდეგ გვაქვს ენის გადამხდელი. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ვებსაიტი ჩატვირთულია ქართულ ენაზე და როდესაც დავაჭერთ ამ ღილაკს, წესი და რიგით უნდა შეიცვალოს ენა და გახდეს საიტი უნდა ჩაიტვირთოს ინგლისურად. მოდი დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში უკვე საიტი ჩატვირთულია ინგლისურ ენაზე. ანუ ეს გადამხდელი მუშაობს სწორად. ამის შემდეგ გვაქვს, ესე იგი, თემის შემცვლელი გადამხდელი ღილაკი. ამ შემთხვევაში, ესე იგი, როგორც ხედავთ, გვაქვს მუქი თემა და თუ დავაჭერთ ამ ღილაკს, საიტი ჩაიტვირთება ღია ფერებში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადამხდელიც მუშაობს სწორად. როგორც ხედავთ, ანუ თეთრ ფონზე გამოსახულია თვალის აიკონი
და როდესაც ცვლით ფონტს, თემას უბრალოდ უკვე ვხედავთ მზის აიკონს. ეს არის სტანდარტული, ესე იგი, თემის გადამრთველი აიკონის მუშაობა. ესე მუშაობს სხვა საიტებზეც. კარგი, ეხლა გადავიდეთ მთავარ სექციაზე. აქ ნორმალურია ეს სექცია, მოკლედ სურათი გვაქვს, ტექსტები გვაქვს, დიდი ტექსტები, ასევე გვაქვს, ესე იგი, პატარა ტექსტი შედარებით, პარაგრაფი, გვაქვს ორი ღილაკი, ამას თუ დავაჭერთ, გადავალთ კონტაქტ სექციაზე, ხოლო ნახეთ ჩემი ნამუშევრები, ამ ღილაკს თუ დავაჭერთ, გადავალთ პროექტებზე. ორივე გამართულად მუშაობს. თუმცა დიზაინში, როგორც თქვით, უნდა ესე იგი შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები. ხო. სხვა მეტი ჯერჯერობით ამ ეტაპზე არაფერი. ნახოთ საიტი, ესე იგი პატარა ეკრანებზე როგორ მუშაობს, ამისთვის უნდა დავაჭიროთ აი ამ ღილაკს. და აქ შეგვიძლია ავირჩიოთ სხვადასხვა ტელეფონის მოდელი, მაგალითად იყოს iPhone 16 Pro Max-ი. როგორც ხედავთ, საიტი არის რესპონსული, ესე ვთქვათ, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა, responsive, ინგლისურად ესეა. ანუ რას ნიშნავს responsive? ესე იგი, საიტი ყველა ზომის, ესე იგი, ეკრანზე და მოწყობილობაზე უნდა გამოიყურებოდეს კარგად და უნდა მუშაობდეს სწორად. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ადაპტირებულია ჩვენი ვებსაიტი პატარა ეკრანზეც. ფაქტიურად არაფერი პრობლემა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ნავიგაციის ლინკებს უკვე ვეღარ ვხედავთ, იმიტომ რომ პატარა ეკრანია და შესაბამისად უბრალოდ ფიზიკურად არ დაეტევა ნავიგაციის ლინკები და ესე დროს იქმნება აი ესეთი მენიუ, რომელსაც ეწოდება ჰამბურგერ მენიუ. ანუ გვაქვს ესე იგი ესეთი აიკონი, სამი ხაზი, რომლის დაჭერის შემთხვევაშიც გამოვა ესე იგი ნავიგაციის ლინკები და ეს სამი ხაზი გარდაიქმნება X ღილაკად, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ X-ზე დაჭერით დაიხურება ეს მენიუ. შეგვიძლია ჩვენი ვებსაიტი გავხსნათ ახალ ტაბში, ბრაუზერში, ამისთვის უნდა დავაჭიროთ აი ამ ღილაკს. როგორც ხედავთ, ვებსაიტი გაიხსნა ახალ ტაბში. მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება გამომდინარე, რომ ჯერ edit-ი გასაკეთებელი, ჯობია რომ ეს გავთიშოთ და აქ ვიმუშაოთ. როგორ შეგვიძლია edit-ი? ამისთვის არსებობს ორი გზა. პირველი, შეგვიძლია მარტივად მივწეროთ რეფლიც, რომ გვინდა მაგალითად ამადამ სექციის, ესე იგი, edit-ი, ამადამ სექციაში გვინდა ამადამ ელემენტის დიზაინის შეცვლა, თქვათ თეთრი ფერის ნაცვლად გვინდა წითელი ფერი, შეგვიძლია ეს პრომპტი გავაგზავნოთ და რეფლიტი შეცვლის დიზაინს და მოკლედ ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით გააკეთებთ ცვლილებას. თუმცა შეგვიძლია უფრო მარტივ გზას მივმართოთ, ესე იგი, შეგვიძლია დავაჭიროთ edit ღილაკს პრომპტის ველში და შეგვიძლია უშუალოდ ჩვენ თვითონ შევცვალოთ როგორც ელემენტის კონტენტი, ასევე დიზაინი. მაგალითად, როგორც თქვით, ესე იგი მთავარ სექციას აქვს ღია ფერის ბექგრაუნდი, რის გამოც ეს ტექსტი კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ ტექსტს აქვს თეთრი ფერი. ანუ შეგვიძლია ამ სექციის ბექგრაუნდი შევცვალოთ. დავაჭიროთ ამ სექციას და როგორც ხედავთ, ჩატის ველში, ჩატის სექციაში გამოჩნდა სეტინგები. აქ გვაქვს ტექსტის კოლორი, ტექსტის ფერი, ამ შემთხვევაში გვაქვს თეთრი ფერი, თლად ბოლომდე თეთრი ფერი არა, თუმცა თეთრ ფერთან ძალიან ახლოს არის. და გვაქვს ასევე ბექგრაუნდის ფერი, რომელიც არის, როგორც ხედავთ, გამჭვირვალე. დავაჭიროთ ამ ღილაკს. აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ფერი. ქვემოთ გვაქვს, ესე იგი, გამჭვირვალობის მაჩვენებელი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ბოლომდე არის, ნულამდე არის დაწეული, რომ გავზარდოთ ეს. როგორც ხედავთ, მთლიანად გაშავდება ჩვენი სექცია. ამ შემთხვევაში ხა დაყენებულია ფერი შავ ფერზე. და შეგვიძლია ეს ფერი დავტოვოთ. ან შეგვიძლია ფერი შევცვალოთ, მაგალითად აი წითელი ფერი, წითელი ფერი ხა ამ შემთხვევაში არ უხდება. შეგვიძლია, ნებისმიერი ფერი ავარჩიოთ, რომელიც თქვათ ჩვენი საიტის დიზაინს მიესადაგება. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, შეგვიძლია დავტოვოთ შავთან მიახლოებული. მოდი შევინახოთ ეს ცვლილება და შევხედოთ მთლიან დიზაინს. Save changes ამ ღილაკს უნდა დავაჭიროთ. როგორც ხედავთ, ესე იგი შეიცვალა ჩვენი დიზაინი. ხო, ნუ ამ შემთხვევაში მოდი დავტოვოთ ეს. ან შეგვიძლია ცოტა ლურჯის ფერის მსგავსი ბექგრაუნდი მიცეთ, როგორც ხედავთ, სხვა სექციები არის ლურჯი ფერის, უფრო მუქი ლურჯი ფერის. თუმცა ამ შემთხვევაში მგონი ცუდი არ არის. აი, ეხლა გადავრთოთ ღია ფერზე და ვნახოთ რა გვაქვს. როგორც ხედავთ, ესე იგი ღია ფერის თემის შემთხვევაში ტექსტი გამოკვდა და მუქი ბექგრაუნდის გამო ტექსტი უკვე აღარ ჩანს კარგად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ტექსტი გავაღიავოთ, გავათეთროთ. მიუხედავად იმისა, რომ ღია ფერის თემა გვაქვს, ეს თავი სექცია, ესეთი მუქი ბექგრაუნდს დავტოვოთ, პრობლემა არ არის, არაფერსში არ გვიშლის ხელს.
შესაბამისად შეგვიძლია ტექსტები გავათეთროთ, ესე იგი როგორც მთავარი სექციის ტექსტები, ასევე შეგვიძლია გავათეთროთ ნავიგაციის ლინკები. ისევ გვჭირდება edit ღილაკი, დავაჭიროთ edit ღილაკს და ესე იგი მე ავირჩიოთ უკვე ელემენტი. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს მუქი ფერი, შეგვიძლია ეს ფერი შევცვალოთ და გავათეთროთ, ან თეთრის გავსი ავირჩიოთ, იყოს ეს ფერი. იგი შევინახოთ ეს ცვლილება და შემდეგ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ქვედა ელემენტისთვის, ვიცით edit-ი, ავირჩიოთ ელემენტი და შემდეგ ისევ გავათეთროთ ჩვენი ელემენტი. შევინახოთ ისევ ცვლილება. ამ შემთხვევაში რომ გადავრთავთ ესე იგი ჩვენს თემას ორივე შემთხვევაში გვექნება ღია ფერის ტექსტი. ეხლა შეგვიძლია დავბრუნდეთ ისევ ღია ფერის თემაზე და შევცვალოთ ნავიგაციის ლინკების ფერი. ხო, ესე იგი გვინდა ისევ edit ღილაკი. შემდეგ უნდა ავირჩიოთ აი ეს ელემენტი, როგორც ხედავთ, გვაქვს ტექსტის ფერი მუქი და მოდი ავირჩიოთ და გავხადოთ თეთრი ფერის. შევინახოთ ცვლილებები. როგორც ხედავთ, ჩვენი ნავიგაციის ლინკები გახდა თეთრი ორივე თემის შემთხვევაში. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს პატარა ტირე, რომელიც იცვლის ფერს და თეთრი ფერის შემთხვევაში, თეთრი ღია ფერის თემის შემთხვევაში არ ჩანს. მოდი ესეც შევცვალოთ. ავირჩიოთ edit-ი. შემდეგ ავირჩიოთ ეს ელემენტი და შევცვალოთ ფერი იცით თეთრი. როგორც ხედავთ, ტირეც გათეთრდა და მოკლედ აღარ იცვლის ფერს. კარგი, მოკლედ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ კარგად გამოიყურება ჩვენი მთავარი სექცია. შეგვიძლია ამ ტექსტის ფერის შეცვლას, იმიტომ რომ ამ background-ზე, მუქი ფერის background-ზე კარგად არ ჩანს. მოდი ოდნავ გავაღიავოთ. ავირჩიოთ edit-ი, ავირჩიოთ პარაგრაფი და მოდი ოდნავ გავაღიავოთ ეს ელემენტიც. აი ასე მგონი უკეთესია. შევინახოთ ეს ცვლილება, ნახოთ შავ ფონზე რა გვაქვს, მოკლედ ყველაფერი მუშაობს კარგად. კარგი, შემდეგი რაც მინდა გავაკეთო, ეს არის ლოგოს ცვლილება. ამ ეტაპზე რა ლოგოც გვაქვს, ეს ლოგო სასტიკად ამოწონს და შეგვიძლია შევცვალოთ, ესე იგი ავირჩიოთ ისევ edit-ი. ამ შემთხვევაში ხელით აღარ შევცვლი ლოგოს და მოდი მივენდოთ replits და ვნახოთ როგორ შეგვიცვლის და რა ტიპის ლოგოს დაამზადებს. ესე იგი შეგვიძლია მივწეროთ შემდეგი ტექსტი, ჩაანაცვლე ლოგო, შექმენი, კრეატიული, ეფექტური და თანამედროვე ლოგო. შეგიძლია გამოიყენო ინგლისური ასოები. მოდი გავუშვოთ ეს მესეჯი და ვნახოთ როგორ შეგვიცვლის ლოგოს რეპლიტი. როგორც ხედავთ, შეიცვალა ჩვენი ლოგო. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მაგარი და ბევრად უფრო ეფექტური ლოგო გვაქვს. არ ვიცი რატო აირჩია GM მარკეტინგი ეს ინიციალები, თუმცა ამ შემთხვევაში დავტოვებ ასე, ჩემი ეს კაი ლოგოა. მოდი შევცვალოთ ენა და ვნახოთ, ხო ენის ცვლილებისთანავე ცვლის ტექსტსაც. მოდი ესეც დავტოვოთ. შეგვიძლია GM მარკეტინგი დავტოვოთ პირდაპირ ინგლისურად, ან იყოს ქართულადაც. არ აქვს ამას ხა გადამწყვეტი მნიშვნელობა, თქვენ როგორც მოგისურვებათ, ისეთი ლოგო შექმნით. ერთადერთი, რასაც შევცვლი ლოგოსთან დაკავშირებით, არის აი ამ ქართული ტექსტის, ანუ ლოგოს ამ ნაწილის ფერი. ამ შემთხვევაში თუ ჩამოვსკოლავთ ღია ფერის ფონზე, როგორც ხედავთ, ტექსტი საერთოდ არ ჩანს. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ გავათეთრებთ ამ ტექსტს, ესე იგი გვინდა edit-ი, შემდეგ დავდგეთ ამ ელემენტზე და შევცვალოთ ფერი, გავხადოთ თეთრის მაგვარი. სულ ეს არის, ესე იგი ნავიგაციასთან და მთავარ სექციასთან დაკავშირებით, მეტი ამ ეტაპზე არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ეხლა გადავიდეთ ჩემ შესახებ სექციაზე. ხო, ტექსტებს ამ ეტაპზე არ ვაქცევ ყურადღებას, შეიძლება შეცდომები იყოს, იმიტომ რომ ქართულად როგორც ისიც ვერ აგენერირებს კარგად ტექსტებს AI. შესაბამისად, ეხლა ტექსტების ცვლას არ დავიწყებ. შემდეგი რაც მინდა გაჩვენოთ არის სურათის ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში გვაქვს AI-ის მიერ დაგენერირებული სურათი და ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა ჩავანაცვლოთ ეს სურათი. ესეც ხდება ძალიან მარტივად. ესე იგი, ავირჩიოთ edit-ს, დავდგებით სურათზე, როგორც ხედავთ, image სურათის ელემენტი არის არჩეული და ამ შემთხვევაში ესე იგი, შეგვიძლია პირდაპირ ავტვირთოთ სურათი. დავაჭერთ upload images
და ავტვირთავთ, ამ შემთხვევაში ჩემს სურათს ავტვირთავ, შევინახავ ცვლილებას და როგორც ხედავთ, სურათი ჩანაცვლა. თლად გადასარევი სურათი ვერ შევარჩიე, სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს რაც არის იყოს. კაი, მოკლედ ესე შეგვიძლია სურათის ჩანაცვლება, ძალიან მარტივი პროცესია, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. შემდეგ გვაქვს სერვისების სექცია, რომელსაც არ შევეხები, იდეაში ნორმალურია იყოს, აქ არაფერი შეცვლა იდეაში არ გვჭირდება. შემდეგ გვაქვს პროექტები. ხო, ამ შემთხვევაში, როდესაც hover-ს უკეთებთ პროექტს, აი მაგალითად ამ სურათზე შედარებით ღია ფერი სურათია, ტექსტი არის თეთრი ფერის და ტექსტი კარგად არ ჩანს. რაც იდეაში პრობლემაა. დიზაინის თვალსაზრისით იდეაში პრობლემაა. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი შეგვიძლია რომ ესე იგი სურათები ჩავამოქოთ და ამ შემთხვევაში უფრო მეტად გამოჩნდება ტექსტი, ან მეორე, ჩემი აზრით უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ ამ ტექსტს, ესე იგი, მთლიანად ორივე ტექსტს გავუკეთებთ საერთო background-ს და ამ background-ს ოდნავ ჩავამოქებთ. ანუ ტექსტი ამონათდება background-ით და მუქი background-ით უკვე კარგად გამოჩნდება და კარგად შეძლებს, ესე იგი, user-ი ტექსტის წაკითხვას. მოდი ავირჩიოთ ელემენტი, დავაჭიროთ edits, შემდეგ დავაჭიროთ elements და მივწეროთ agents, replit-ის agents, შემდეგი ტექსტი. ორივე ტექსტს, რომელიც ჩნდება hover ეფექტზე, გავუკეთე საერთო მუქი background, ისე რომ ტექსტი მარტივად იკითხებოდეს. მოდი გავუშვათ ეს პრომპტი და ვნახოთ, როგორ შეცვლის დიზაინს replit. დაასრულა replit-მა მუშაობა და მოდი ვნახოთ, როგორი შედეგი მივიღეთ. გავუკეთოთ hover-ი, card-ებს და როგორც ხედავთ, უკვე გვაქვს მუქი background-ი ტექსტების უკან და ამ შემთხვევაში უკვე წაკითხვადი არის ტექსტი, მოკლედ პრობლემა მოგვარებულია. შეგვიძლია კიდევ უფრო განვავრცოთ ამ სექციის ფუნქციონალი, მაგალითად აქ დავამატოთ, ესე იგი, ღილაკი დეტალურად, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც გამოვა ფანჯარა, სადაც უფრო დეტალურად იქნება აღწერილი პროექტი. მოდი გავაკეთოთ, ესეც დავავალოთ ჩვენს agents, ამ შემთხვევაში ისევ ავირჩევ edits, მოვნიშნოთ ჩვენი ელემენტი და ვიწეროთ შემდეგი პრომპტი replit-ის agents. card-ზე დაამატე ღილაკი დეტალურად, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც გამოვა მოდალი, სადაც უფრო დეტალურად იქნება შესრულებული პროექტი აღწერილი. მოდი ვნახოთ, როგორ შეძლებს ამ ფუნქციონალის დამატებას. დაასრულა replit-მა მუშაობა და მოდი ვნახოთ, როგორ შეასრულა ჩვენ მიერ მიცემული დავალება. როდესაც hover-ს გავუკეთებთ card-ს, როგორც ხედავთ, გამოჩნდება ღილაკი დეტალურად და ამ ღილაკზე დაკლიკების შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ჩვენი პროექტი. ანუ გვაქვს იგივე სურათი, გვაქვს პროექტის აღწერა, რომელიც უფრო ვრცელია, გვაქვს ხანგრძლივობა და გამოყენებული ტექნოლოგიები. ასევე გვაქვს, ესე იგი, ღილაკი, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც იხურება ფანჯარა. ამ ფანჯარას პროგრამირებაში და web design-ში ეწოდება მოდალი, ამიტომაც მეწერა მოდალი პრომპტში, modal box ეძახიან ხოლმე მსგავს ფანჯრებს. კარგი, მოკლედ ეს დავალება იდეალურად შეასრულა. მოდი თეთრ ფონზეც ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს ფანჯარა, დავაჭიროთ ამ ღილაკს, გავხსნათ პროექტის აღწერა, როგორც ხედავთ, თეთრ ფონზეც მშვენივრად გამოიყურება. კარგი, მოკლედ გადავიდეთ შემდეგ სექციაზე. ამ შემთხვევაში გვაქვს, ესე იგი, შეფასებები, მიმოხილვები ეს სათაური დიდად არ მოწონს, მოდი შევცვალოთ, დავაჭიროთ edits, დავდგეთ ამ ელემენტზე და მარტივად შევცვალოთ. ამ შემთხვევაში დავაწეროთ, მოდი შეფასებები. და შევინახოთ ეს ცვლილება. შემდეგი რაც მინდა შევცვალო ამ სექციაში არის აი ეს უცნაური წრეები, რატო დაამატა ეს წრეები ვერ ხვდები. ამ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს შეფასებების სექცია, ყოველთვის ხმარობენ ხოლმე ვარსკვლავებს. ამ შემთხვევაში მოდი ჩვენს ვარსკვლავები ჩავსვათ ამ წრეების ნაცვლად. ესე იგი, ავირჩიოთ edit-ი. შემდეგ დავდგეთ აი ამ ელემენტზე და მივწეროთ პირდაპირ replit-ის agents, ჩაანაცვლე წრეები ვარსკვლავებით. მოდი გავუშვათ ეს პრომპტი და ვნახოთ, როგორ შეასრულებს დავალებას. როგორც ხედავთ, დაასრულა replit-მა მუშაობა, შეასრულა ჩვენი დავალება ზედმიწევნით, წრეების ნაცვლად გვაქვს ვარსკვლავები და დამერწმუნებით და დამეთანხმებით, რომ ეს ვარსკვლავები ბევრად უფრო კარგად გამოიყურება და ბევრად უფრო ლოგიკური არის ვიდრე წრეები. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სექციაზე, გვაქვს კონტაქტის სექცია.
ამ შემთხვევაში კონტაქტის სექცია მომწონს, ნორმალურია. ერთადერთი რაც არ მომწონს, აი ეს ელემენტებია, რომელიც ფორმების თავზე გვაქვს, ამას უწოდებენ labels. ქართულად რა ქვია, არ მახსენდება სამწუხაროდ. ხო, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ზედმეტია, იმიტომ რომ მე თვითონაც როცა ფორმებზე მუშაობ და მაქვს ფორმაში ჩასმული, ამას ქვია placeholder-ი, placeholder-ა თუ მაქვს ჩასმული სახელი ან ელფოსტა, ამ შემთხვევაში ეს label-ი აღარ გვჭირდება რა. ანუ ორჯერ ვეუბნებით ფაქტიურად users, რომ ეს არის სახელისთვის განკუთვნილი ფორმა, ასე რომ არ გვჭირდება ერთ-ერთი უნდა წავშალოთ. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ჯობია რომ label-ი წავშალოთ. წაშლა ელემენტის პირდაპირ, ესე იგი edit-დან შეგვიძლია დავაჭიროთ edits, ავირჩიოთ ელემენტი. როგორც ხედავთ, გვაქვს წაშლის ღილაკი, დავაჭიროთ deletes და წავშალოთ ელემენტი. როგორც ხედავთ, ელემენტი გაქრა. ამ შემთხვევაში ისევ გამოჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ წაშლის რეპლიტი. როგორც ხედავთ, ელემენტი წაიშალა, როგორც ჩანს, რაღაც დამატებითი სამუშაოების გაწევა მოუწია. იგივე გზით, მოკლედ წავშლი დანარჩენ label ელემენტებსაც. როგორც ხედავთ, ყველა label ელემენტი წაშლილია და დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო კარგად გამოიყურება ფორმები და მთლიანად კონტაქტის სექცია ამ label ელემენტების გარეშე. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სექციაზე, ეს არის footer-ი, რომელიც არის საკმაოდ მინიმალისტური, თუმცა აქაც გვჭირდება რაღაცების შეცვლა, როგორც ხედავთ, წელი არის შეცდომით, ეხლა არის 22/2025, ეს უნდა შევცვალოთ და ასევე გვაქვს ძველი ლოგო, რომელიც თავდაპირველად დააგენერირა რეპლიტმა გიორგი მარკეტინგი, ეს უნდა შევცვალოთ. ესე იგი, შევაცვლევინოთ წელი და შევაცვლევინოთ, ანუ ამ გიორგი მარკეტინგის ნაცვლად ჩავასმევინოთ ის ლოგო, რომელიც გვაქვს ნავიგაციაში. ანუ ავირჩიოთ ელემენტი და მივწეროთ რეპლიტს შემდეგი ტექსტი. შეცვალე წელი 2025-ით, ასევე ჩაანაცვლე ძველი ლოგო, დაუკონკრეტოთ, მოდი გიორგი მარკეტინგი, ახალი ლოგოთი, რომელიც გვაქვს ნავიგაციაზე. არ დაარღვიო დიზაინი და ელემენტების განლაგება. ეს ის რაღაც თავდაცვის მიზნით გავუწეროთ. გავუშვათ პრომპტი და ნახოთ რა სიზამს. დაასრულა მუშაობა რეპლიტმა. როგორც ხედავთ, ლოგო ჩანაცვლებულია, წელიც გასწორებულია 2025 გვაქვს. ელემენტების განლაგება მაინც შეცვალა, მაინც რაღაც თავის შუაზე გააკეთა. ცუდი არ არის, შეგვიძლია დავტოვოთ. შეგვიძლია ეს ლოგო გავუშვათ მარცხენა მხარეს და ტექსტი გავუშვათ მარჯვენა მხარეს. ისე რომ დაემთხვეს მაგალითად აი წინა სექციის ელემენტების განლაგებას, ანუ სადღაც აი აქ დაჯდეს ესე იგი ლოგო და ტექსტი პირიქით მარჯვენა მხარეს. მოდი ესეც გავუწეროთ ბარემ, ესე იგი პირველ რიგში ავირჩიოთ footer-ი, მთლიანად footer-ი ავირჩიოთ და გავუწეროთ შემდეგი ტექსტი. ლოგო განათავსე მარცხენა მხარეს წინა სექციების გასწვრივ, არ ვიცი სწორად წერთ თუ არა, მოდი წინა სექციების ელემენტების განლაგების შესაბამისად, ხოლო copyright ტექსტი განათავსე მარჯვენა მხარეს. ასევე წინა სექციების ელემენტების განლაგების შესაბამისად. მოდი გავუშვათ და ვნახოთ რა სიზამს. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, ზედმიწევნით შეასრულა ჩვენი დავალება რეპლიტმა და ზოგადად თითქმის არც ერთ დავალებაზე პრობლემა არ შეუქმნია, ყველაფერს ასრულებს ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებით. მოკლედ, ამ საიტის შეცვლა, edit-ი, გალამაზება, გათანამედროვება შეგვიძლია დაუსრულებლად. რომ არ გაგვიზრდეს ძალიან ხანგრძლივი ვიდეო არ გამოგვიდეს და მოსაწყენი არ გახდეს, შეგვიძლია გავჩერდეთ, იმიტომ რომ ფიქრობ ყველა საკონცო მომენტი გაჩვენეთ, ანუ პრომპტის დაგენერირება custom GPT-ის მიერ, რომლის ლინკსაც ჩავაგდებ აღწერაში, ვებსაიტის შექმნა, ვებსაიტის edit-ი ხელით, ანუ edit ღილაკის საშუალებით, ასევე ვებსაიტის edit-ი უშუალოდ რეპლიტის აგენტთან ჩატით, ანუ დავალებების მიცემით, ასევე გაჩვენეთ სურათების შეცვლა, ფუნქციონალის დამატება, ელემენტის განლაგების შეცვლა და ასე შემდეგ. დანარჩენი უკვე თქვენზეა, თქვენს ფანტაზიაზე, კრეატივზე, გემოვნებაზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საიტის გაუმჯობესება და შეცვლა შეგვიძლია დაუსრულებლად. შემდეგი და ბოლო ეტაპი არის ვებსაიტის გალაივება. ანუ ვებსაიტის გალაივებაში გულისხმობ იმას, რომ ყველა ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ანუ კონდეს ჩვენი ვებსაიტის მისამართი, რომლის გაზიარების შემთხვევაშიც ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება შევიდეს ამ საიტზე.
ამ პროცესს ეწოდება ვებსაიტის დახოსტვა, ასევე deployment-საც ეძახიან, ვებსაიტის deployment-ი. როგორც ხედავთ, მარჯვენა ზედა კუთხეში გვაქვს ღილაკი deploy, დავაჭიროთ ამ ღილაკს. შემდეგ უნდა დავაჭიროთ ლურჯ ღილაკს approve and configure build settings. მოკლედ აქ უამრავი დეტალი გვაქვს, ამის ახსნას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ტექნიკური გამოვა ეს ვიდეო. აქ გვაქვს დომეინი, ანუ ჩვენი მისამართი. ამ შემთხვევაში დავტოვებ ამ მისამართს, აღარ დავიწყებ შეცვალოს, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ. ოღონდ არ უნდა იყოს დაკავებული ეს დომეინი, ანუ ეს სახელი და ამას აქ როგორც ხედავთ ახლა გვაქვს მწვანედ available, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სახელი არის თავისუფალი, თუმცა თუ თქვენ მაგალითად ახლა თუ წავშლი ამას აქ უეჭველი დამიწევთ ხო, აი როგორც ხედავთ unavailable, ანუ ეს მისამართი არ არის ხელმისაწვდომი. ასე რომ მოდი დავტოვებ. ამას ახლა დიდად არ აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა ამ ვიდეოსთვის. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს მისამართი და ბოლოს უნდა დავაჭიროთ deploy-ს. ამ შემთხვევაში რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს ამ პროცესმა. ამ შემთხვევაში გვაქვს 4 ეტაპი. მოდი დავაცადოთ და დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ. დასრულდა, მეგობრებო, დახოსტის პროცესი. შეგვიძლია დავაკოპიროთ მისამართი, გავხსნათ ახალი ტაბი და შევიდეთ ჩვენ საიტზე. როგორც ხედავთ, საიტი გალაივებულია და ყველას ამ მისამართს გამოყენებით ყველა შეუძლია ჩვენ საიტზე წვდომა. რაც შეეხება მისამართს, domains, ამ შემთხვევაში ეს მისამართი ანუ პროფესიონალური საიტისთვის არ გამოგვადგება იდეაში, ანუ მე გირჩევთ რომ შეიძინოთ დომეინი თუ აპირებთ პროფესიონალური საიტის გაშვებას, შექმნას და გაშვებას, შეიძინოთ დომეინი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ არაპროფესიონალურად გამოიყურება. როგორც ხედავთ, ჯერ საკმაოდ გრძელია, მე ნათლად ჩანს რომ რეპლიტზე გვაქვს აწყობილი ეს ვებსაიტი და მოკლედ დაგჭირდებათ ახალი დომეინის შეძენა. ამისთვის შეგვიძლია დავბრუნდეთ რეპლიტის ვებსაიტზე, დავაჭიროთ buy a new domains და ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია, ხო აქაც უნდა დავაჭიროთ buy a new domains და აქ შეგვიძლია, როგორც ხედავთ, აი მოცემულია, ესე იგი, შემოთავაზებები ამ სახელის გარშემო, რა შეგვიძლია ავირჩიოთ, ფასებიც არის მითითებული. ამ შემთხვევაში ხა ნებისმიერი თქვენზე მორგებული მისამართი შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგალითად Portfolio Pro, geo.com. აი თავისუფალია ეს დომეინი და ღირს $13. ასე შეგვიძლია შევიძინოთ მოკლედ ახალი დომეინი, ახალი მისამართი. რაც შეეხება საიტზე ცვლილებას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საიტი უკვე გალაივებულია, ჩვენ მაინც შეგვიძლია ცვლილებები საიტზე, შეგვიძლია დავაედიტოთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, გავალამაზოთ და ამის შემდეგ უნდა მივცეთ უბრალოდ redeploy, ანუ თავი უნდა მოხდეს განახლება მოკლედ ჩვენი საიტის და ეს ძალიან მარტივად გაკეთდება. კარგი, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია სასარგებლო და საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დამიწერეთ კომენტარებში, რის ხილვა გსურთ მომავალში, აუცილებლად წავიკითხავ ყველაფერს და აუცილებლად გავითვალისწინებ. შეგახსენებთ, რომ თუ ეს ვიდეო ავა 500 ლაიქზე, კიდევ ერთ ვიდეოს ჩავწერ ვებსაიტებთან დაკავშირებით, ვეცდები რომ შევქმნა უფრო კომპლექსური ვებსაიტი, გამოვიყენო სხვადასხვა მეთოდები და ასევე სხვადასხვა პლატფორმები. ახლა დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, წავედი.